ერთი პატარა მარტივი ხრიკი, რომლის დახმარებითაც შეგიძლია მიმდევრობით დაწერილი ნატურალური რიცხვები შეკრიბოთ ძალიან მარტივად. ამისთვის მხოლოდ ორი რამ უნდა ვიცოდეთ. პირველი, რამხელა მიმდევრობაც არ უნდა გქონდეს, უნდა ვიპოვოთ ბოლო წევრი, რომელია და მას უნდა მივუმატოთ პირველი წევრი. ანუ 104-ს მივუმატოთ 1, ეს იქნება 105-ის ტოლი. და ასევე ბოლო წევრი უნდა გავყოთ 2-ზე. 104 რომ 2-ზე გავყოთ, იქნება 52. ხოლო ჩვენი მიღებული ჯამი და განაყოფი გადავამრავლოთ უნდა ერთმანეთზე. ანუ 105 უნდა გავამრავლოთ 52-ზე, რომელიც იქნება 5460-ის ტოლი. ასე ძალიან მარტივად შეგვიძლია გავაკეთოთ ეს. საიდან მოვიდა ახლა ეს ხრიკი? მოდით მაშინ ამაზე ვისაუბროთ. რატომ 105? რომ დავაწყვილოთ პირველი და ბოლო წევრი, რომ დავაწყვილოთ მეორე და ბოლოდან მეორე წევრი. მის წინ ხომ არის 103. ყოველთვის მათი ჯამი იქნება 105-ის ტოლი. ხოლო ასეთი 105 წყვილი გვექნება იმ შემთხვევაში, როდესაც 104-ს გავყოფთ 2-ზე. 52 ასეთი წყვილი გვექნება, რომლის ჯამი მომცემს 105-ს. სწორედ ეს გადავამრავლეთ ერთმანეთზე და აქედან მივიღეთ სწორი პასუხი. მაგრამ ეს მარტივი ხრიკი დაგეხმარება იმაში, რომ ყოველთვის უფრო სწრაფად დააჯამო თუ რა იქნება ნებისმიერი რაოდენობის მიმდევრობის ციფრთა ჯამი. თუ მოგეწონა ვიდეო, აუცილებლად გაუზიარე მეგობრებსაც. მე კი გვპირდებით, რომ კიდევ ძალიან ბევრ საინტერესო ვიდეოს შემოგთავაზებთ.